თუ გინდა იყო ბედნიერი, არ დაუშვა ეს შეცდომები. მაგალითად, ქალბატონებს, როდესაც იძახიან ხოლმე გავრცელებული ბანალური ფრაზა, აირჩიეთ საკუთარი თავი. საკუთარი თავის არჩევა ჩემი გადმოსახედიდან არის ესეთი. პირველ რიგში, როდესაც ქალს აქვს თავისი სამსახური, თუნდაც ეს იყოს ონლაინ ბიზნესი, თავისი ჰობი, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ქალბატონს აქვს თავისი შემოსავლის წყარო და რამე რო იყოს, ქალს აქვს თავისი ფული და იცხოვრებს მშვენივრად. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ხშირად მამაკაცები, თუნდაც ოჯახის წევრები, თუნდაც შვილები ამ ყველაფერს არ იცავენ და ეს ქალს ბოლოს უქმნის ნერვულ პრობლემებს, რაც გადაიზრდება ხოლმე დაავადებაში, საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ვერ რეალიზებაში და ასე შემდეგ. მაგალითად, საკუთარი თავის არჩევა არის, როდესაც მაგალითად თქვენ დაკავებული ხართ იოგით, ვარჯიშით, თუნდაც ზიხართ უბრალოდ ისვენებთ, ან გძინავთ, ან კომპიუტერთან რაღაცა საქმეს აკეთებთ და ამ დროს ქმარი მოვა და არ გავარდებით და კატლეტებს არ გაუცხელებთ. ანუ საკუთარი თავის უპატივცემულობა არის ის, როდესაც თქვენ დააყრით თქვენ ვარჯიშს, ან დააყრით თქვენ იქ თუნდაც კომპიუტერში თამაშსაც თამაშობდეთ და გაიქცევით და ქმარს კატლეტებს და ფეხებს დაუთბუნებთ. ან თუნდაც იგივე ავიღოთ შვილზე, ეს იქნება ძაღლზე თუ კატა თუ ასე შემდეგ. როდესაც ან მაგალითად აბაზანას იღებთ, ან მუშაობთ, ან ისვენებთ, ან საყვარელ სიმღერას უსმენთ, ან რაღაც საკეთებს და ამ დროს ყველას მოშივდება, ყველას ტუალეტში მოუნდება და ყველას ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პატარაობიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ თქვენს საკუთარ პირად სივრცეს უნდა სცეს პატივი. მაგალითად, ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად არავინ არ შემოდის. ერთი შეხედვით ვეღაცამ შეიძლება თქვას, აბა რა ვქნა ეხლა ბავშვი ისე დავტოვო, ან ქმარის კატლეტები არ გავუცხელო, მშიერი დავტოვო? უყურეთ, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თქვენს საქმეს დაყრით და მის საქმეს გააკეთებთ, იმ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება ყოველთვის საკუთარი თავი და არა თქვენ. ამიტომ აღარ გაგიკვირდეთ, რომ ყველაფერი მერე პატარ-პატარა დათმობები გადაიზრდება ხოლმე დიდ დავიდარებაში, დიდ უპატივცემულობაში და ბოლოს შეიძლება სახიდან გაგაგდონ და ესე ვთქვათ, უარი გიღალატონ, ძალიან ცუდი რაღაცები გაგიკეთონ.